საჯარო სკოლის მიერ სწავლები, მონაწილეობას ვიღებ პროექტში ტუბერკულოზთან დაკავშირებით და რამდენიმე შემთხვევაში. პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი სახელმწიფო და ასე. ანიკა მიგონიშვილი, ორმოსა ლასტის. გასაგებია. რამდენიმე შეგიძლიათ თქვენ რა ის ტუბერკულოზის? ეს არის ინფექციური დაავადება. ფილტრების დაავადება, ასე ვთქვათ, ხო? გასაგებია. და კიდევ თქვენს საახლობლოში ანუ მეზობელს ნახე საფრთხის კომია. კი, მე ვიცნობ ერთ ადამიანს, რომელსაც აქვს ეს დაავადება. ნამდვილად. და მკურნალობს. კი, გადის პერიოდულად მკურნალობას. როგორ შეიძლება თავიდან ავიცი ტუბერკულოზი? ტუბერკულოზის თავიდან აცილება ჩემი აზრით შესაძლებელია მოგვიანებით ჰიგიენის დაცვით. ასევე ჯანსაღი ცხოვრება, ჯანსაღი ყვება. აუცილებლად ჯანსაღი სახელმწიფოების განაპირობებს ორგანოების თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას, იმუნიტეტის სიძლიერეს, შესაბამისად ფიტობის სიძლიერესაც, ჯანსაღი საკვები, ჰიგიენის დაცვა გაკაშებულებად. გასაგებია. რა სიმპტომები ხასიათდება? სიცხე, დაბალი სიცხე, რომლის მიზეზით თითქოს გაურკვეველია, ოფლიანობა, უნარობა, ხველა მოგვიანებით და შორსასრული პათოლოგიის შემთხვევაში თუ აქვსების სისხლიანი კვება. სისუსტეც. კი, რა თქმა უნდა, ზოგადი სისუსტე. კაი, დიდი მადლობა და ეს არის და გაიცანეთ. მადლობა. მოგესალმებით, ჩვენ ვართ ახალგაზრდა პირველ საჯარო სკოლის მეცნიერების სწავლები. პროექტში მონაწილეობას ვიღებ და რამდენიმე შემთხვევაში შეიძლება. პირველ რიგში ვიხარით თქვენი გასაგები პროფესია, სახელი ვარი. გასაგებია. ახლა რამდენიმე სიტყვით ტუბერკულოზთან დაკავშირებით შესახებ. ვიცი რომ ძალიან გამრავლებულია ეს დაავადება და სწორედ საქართველოში პრობლემატურია. კვებასთან არის ძალიან კავშირში, ანუ რაც უფრო ვარიკოდება ორგანიზმის უფრო დიდად საშიშროება ამ მხრივ და ბევრი რამ კეთდება ამ მხრივ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ მაგნიტოს ეს დაავადება. რა სიმპტომებია დამახასიათებელი? სისუსტე პირველ რიგში, საკვები არ უნდათ, ოფლიანობა, სიტემპერატურის აწევა. დაბალი ტემპერატურაც არის. თქვენ საახლობლოში მეზობელს ნახეთ სავს, ან ზოგადად სმენია თუ არა რომელსთან დაკავშირებით ქონია ისეთი დაავადება. კი. და მკურნალობა თუ არის თან. კი. გასაგებია. კარგი, დიდი მადლობა სულის არის. აი ეს არის ჩვენი ბუკლეტი და გაიცანეთ. მადლობა. მოგესალმებით, ჩვენ ვართ პროექტში მონაწილეობას ვიღებ და რამდენიმე შემთხვევაში ტუბერკულოზთან დაკავშირებით. პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი ასაკი, სახელი ვარი და პროფესია. მარატელი ბაზიშვილი 60 წლის პედაგოგი. გასაგებია. მაინტერესებს ტუბერკულოზთან დაკავშირებით ზოგადად რამდენიმე შემთხვევა. ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ბოლო წლებში გავრცელდა უფრო მეტად, იყო წლების წინ, შემდეგ მოხდა მისი ლიკვიდაცია მეტნაკლებად და ახლა ისევ რატომღაც ისევ დაიწყო. გასაგებია. რა სიმპტომები ახასიათებს როგორ გავუვიწყოთ ეს ტუბერკულოზი? იცის საერთო სისუსტე, დაბალი ტემპერატურა, ხველა, ოფლიანობა. გასაგებია. დიდი მადლობა და კიდევ ერთი შემთხვევა თქვენს საახლობლოში მეზობელს ნახეს ქონია ტუბერკულოზი. ქონია. და უნალობდნენ საერთოდ ტუბერკულოზის უნალობისთვის რეკომენდებულია უფრო წიწვოვანი მცენარეების გარემოში ყოფნა, ტყიან გარემოში, ამიტომ აი აბასთონაში უნალობს ხალხი და ზოგადად მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგია თუშეთის პარკში წასვლა და გასაგებია. დიდი მადლობა.